თბილისში, ვერის უბანში, ჭიდროს საცხოვრებელი სახლების გარემოცვაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი დგას. ახლომანძილიდან ალბათ მისი სრული მასშტაბის აღქმა რთულია, მაგრამ გუმბათების გამჭოლი სილუეტი და თეთრი ფასადი მაშინვე მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილს განსხვავებული ისტორია აქვს. ისტორია, რომელიც ერთ პატარა ქალაქის უბანში დიდ სიწმინდეს ქმნის. ჩვენ ვდგევართ უძველეს ისტორიულ ადგილას, საძირკველზე, აი ნანგრევებზე, რომელიც დარჩა დიდებული ტაძრიდან, რომელიც ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ამშვენებდა ჩვენს დედაქალაქს. მე-7 საუკუნეში იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის არსებობა უკვე მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ადგილი სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. იმ დროისთვის მონასტერი იყო არა მხოლოდ ლოცვის, არამედ განათლების და კულტურული ცხოვრების ცენტრი, სადაც ბერები უძველესი სულიერი ტრადიციების მემკვიდრეობას ქმნიდნენ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი არაერთ ტაძარს მოიცავდა, ჩვენს ტაძარს, გვერდით მდებარე ბაზილიკას, აქვე, აი აქ დგას 2-3 სართულიანი სახლი, ეს გახლდათ საძვალე ბერებისა, რომელიც ასევე განადგურებული იყო და როგორც წესია, სადაც მონასტერია, სადაც ეკლესია, იქ არის ხოლმე სასაფლაო. ამიტომ ის ძველი ისტორიული ვერის სასაფლაო სწორედ აქ მდებარეობდა. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში ქალაქისთვის სულიერ სიწმინდეს წარმოადგენდა. როგორ განვითარდა ის დროთა განმავლობაში და რა ცვლილებები განიცადა, ეს დღეს ჩვენთვის უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ მთავარი ეკლესია აქ მე-16 საუკუნემდე არსებობდა. როდესაც შაჰნადირის შემოსევები იყო საქართველოში, ეს ტაძარი დაუნგრევია და ამის შემდგომ, ეს არის მე-16 საუკუნე, მე-16 საუკუნის შემდგომ აგერ მე-18 საუკუნის ბოლომდე სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ვერანაირად ჩვენმა ერმა, რომ აქ ტაძარი აღგვედგინა. შენობის დამთავრების შემდეგ გაკეთებული იქნა ჩრდილოეთ კედელზე წარწერა, სადაც მოცემული არის ტაძრის მშენებლობის დაწყება და დამთავრება. სწორედ ამ წარწერიდან ვიგებთ, რომ ძველი ნანგრევების ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობა 1898 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გოლიცინის ინიციატივით დაიწყო და 1901 წლის 13 მაისს მრევლისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა სპეციალური სამრევლო საბჭო. შედგა საქართველოს იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორის მიერ გეგმა და ამ გეგმის მიხედვით დამტკიცდა ბიუჯეტით. ძირითადად ტაძარი აშენდა შემოწირულობების ხარჯზე. შემოწირულობების ყულაბები დაიდგა საქართველოს საეგზარხოსოს დაქვემდებარებულ ყველა ეკლესიამ მონასტერში. ტაძარი 4 შესასვლელით დაგეგმარდა, რომლებიც კედლების აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს სიმეტრიულადაა განლაგებული. მისი მრავალფეროვანი ფორმები ნაგებობას სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულ ხიბლს ძენს. ტაძარი გაიხსნა საზეიმო ვითარებაში, მთავარმართებელი გოლიცინიც ესწრებოდა და სხვათა შორის გოლიცინმა დამატებით გაიღო ხარჯი 400 მანეთის შესწირა, ხოლო მისმა მეუღლემ მარიამ გოლიცინამ დაახლოებით 4000 მანეთის შესწირა. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ტაძრის აშენების შემდეგ კიდევ ერთი საკურთხევლის მოწყობაც გადაწყდა, რადგან მთავარი ნაგებობის გაფართოება შეუძლებელი იყო, მარჯვენა მხარეს მცირე სამლოცველო მოეწყო, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, მოულოდნელი სიხარულის სახელზე იკურთხა. ეს ხატი მლოცველებს განსაკუთრებით იზიდავს, რომლებიც აქ იმედით და მადლიერებით მოდიან. ეს ბუნებრივი იყო, მათ გაეკეთებიათ, რადგან და იქ, სადაც არის სახლი იოანე ღვთისმეტყველისა, იქ აუცილებლად დედა ღვთისმშობელს უნდა კონდეს თავისი ბინა, ასეთია ისტორია სიონის მთისა. მთელი ამ საუკუნეზე მეტი ხნის გაგერ უკვე 125 წლის განმავლობაში ადამიანები სწორედ აქ ჩამოდიოდნენ და ამ ხატის წინაშე ლოცულობდნენ, როგორც სიწმინდის წინაშე, რომელიც იმედგაუცრუებელი არის ადამიანებისათვის.
საოცრად გამოვიდა ყველა ნიუანსი და ყველაფერი და თვითონ განახლდა. განიახლა თავის თავი. კომპოზიცია ისეთია, რომ ამის გავსი ასად არ არის. ტაძარში შესულს სიწმინდეები თითქოს თავად გეგებება. საკურთხევლისკენ მიმავალ გზაზე თვალს მაშინვე იპყრობს დიდი, უძველესი ხატები. ამ სივრცეში განსაკუთრებით იოანე ღვთისმეტყველის მთავარი ხატი გამოირჩევა, უნიკალური იკონოგრაფიით შესრულებული ნამუშევარი, რომელსაც სპეციალისტები მე-18 საუკუნით ათარიღებენ. მისი მხატვრული გადაწყვეტა განსხვავებულია. წმინდანის ცხოვრების ეპიზოდები აქ იშვიათი კომპოზიციით არის გადმოცემული, რაც ხატს გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას ტაძრის ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ აქცევს. პირველი შესრულებული არის სპეციალურად ამ ტაძრისათვის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იოანე ღვთისმეტყველის აი ამ მთავარი ხატის ისტორია. არის განსხვავებული იკონოგრაფიის, ისე რომ სხვაგან ადვილად ზუსტად ესეთი ხატის მოპოვება ამგვარად რო იყოს შესრულებული არ არის. ალბათ ადამიანებს, როდესაც უნდათ რომ მოწებნონ ძველი და ერთერთი ნალოცი ხატები, ერთ-ერთი ესეთი ადგილი დღეს საქართველოში და თბილისში არის ჩვენი ტაძარი. ტაძარში დაცულ სიწმინდეებს შორის ერთ-ერთ უმთავრესად მაცხოვრის საფლავის ქვის ნაწილი ითვლება. სიწმინდე, რომლის წინაშეც მრევლი განსაკუთრებული მოწიწებით და სასოებით ლოცულობს. გადმოცემის თანახმად, ეს ძვირფასი რელიქვია ტაძარს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა შესწირა. დროს აქ, რა თქმა უნდა, როგორც ეკადრებოდა საიმპერატორო საქმეს, ნამდვილი ქვის ნაწილია ჩამოტანილი. ხა სოფლიოში ჩვენ რომ მოვიაროთ, ნახავთ სად არ არის, მაგრამ არავინ არ იცის ის პირველი ქვის ნაწილია თუ არა. აქ არის ნამდვილი ქვის ნაწილი და იგი ახლა ეგერ კიოტში ჩვენ მოვათავსეთ. დღეს ტაძარში დაცული ძველი და იშვიათი ხატები ერთ დიდ კიოტშია განთავსებული, დროისა და გარემოს ზემოქმედებისგან დასაცავად. სიწმინდეებს, ისევე როგორც ისტორიას, ზრუნვა სჭირდება, რათა მათში დაცული რწმენა მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნდეს. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი კი სწორედ ამ უწყვეტი მეხსიარების ადგილია. მისი ტაძრის კარი ყოველთვის ღია მათთვის, ვინც მზადაა გაეცნოს მის ისტორიას და შეეხოს იმ სიწმინდეებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება.